რატომ უნდა ვაღიაროთ ის ცოდვები, რომლებიც ისევ და ისევ მეორდება? ასე ვთქვათ, ჩვენ მივდივართ აღსარებაზე, ესე იგი ნანობთ, სინანული გვაქვს, გულწრფელი, ესე იგი ვამბობთ, ვაღიარებთ ცოდვებს და მაგრამ ვიცით, რომ ესე ვთქვათ, აუცილებლად ისევ და ისევ ჩავარდებით და გავიმეორებთ ამ ცოდვას. ბიბლია ყოველდღე ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ ღმერთმა. ბევრს აწუხებს, მეგობრებო, ეს კითხვა, ხო, აქვს თუ არა აზრი აღსარებას, თუ ერთი და იმავე სისუსტეებს ისევ და ისევ ვიმეორებ. ყოველდღე, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში ისევ გავიმეორებთ და ვიმეორებთ ამა თუ იმ ცოდვას. მაგალითად, შური, ეგოიზმი, აპარტავნება, განრისხვა, რა ვიცი, ყვირილი, ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ნუ ეხლა შეიძლება არ იყოს დიდი, მაგრამ მცირედშიც ტყუილი არის, ხო? ნახეთ, აღსარება, მეგობრებო, ეს მოკლედ რომ ვთქვა და ასე ვთქვათ, ლაკონურად პასუხი ასეთია. დიახ, აუცილებლად უნდა წავიდეთ და აქვს აზრი და უფრო მეტიც აუცილებლად უნდა წავიდეთ და ისევ, ასე ვთქვათ, როგორც ჩავდივართ ცოდვას, ასე აუცილებლად ისე აუცილებელია რომ წავიდეთ და ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები. აღსარება ძალას გვაძლევს, ხო, აღსარების საიდუმლოში ღმერთი, თუ ჯერ ესეთი აღსარება არის, თვითუფალმა დაადგინა, ხო, ჯერ მოციქულებს, ესე იგი აძლევს ამ ძალაუფლებას, შემდეგ მოციქულები უკვე გახსოვთ, ხო, ქრისტეს სიტყვები, რასაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაში, ხო, და ანუ შემდეგ მოციქულები უკვე ხელთ დაასხეს ეს ეპისკოპოსებს, დიაყვნებს, მღვდლებს და უკვე დღემდე ესე მოდის ჩვენამდე მოვიდა. ანუ ეხლა ზოგი ამბობს რომ რატომ უნდა ჩავაბარო მე მღვდელსო. მე არაერთხელ ჩვენ ვისაუბრია და მაქვს კიდევაც ატვირთული ეს თქვათ არღზე. ჩვენ არა მღვდელს ვაბარებთ რა ქვია აღსარებას, არამედ და არა მღვდელი ჩვენ გვპატიოს და შეგვინდოს ასე თუ მოგვიტევებს ცოდვას, არამედ ის არის მოწმე უბრალოდ. იქ უხილავად ქრისტე არის და ისმეს და ქრისტე გვპატიოს ჩვენ. ცოდვებს ქრისტე და არა მღვდელი. მღვდელი არის მოწმე, ასე თქვა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ქრისტემ მიცა ესე თქვა ძალაუფლება, ხო, მათ და შემდეგ უკვე დღემდე მოვიდა ესე გადმოდის მღვდლებზე და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ ახლა მეორე თავდაბლობისთვის, ხო. ზოგჯერ ღმერთი ნახეთ მეგობრებო, მაშინვე არ თქვათ გვაშორებს, ასე თქვათ წვრილმან ცოდვებს და არ ესე იგი სიამაყეში არ ჩავარდეთ ჩვენ. ხო, ჩვენ ხომ ესე ჩვენ საერთოდ ჩვენ არაფერი არ აქვს, ხო, ჩვენი როგორც აი ბერი პაისი ბზანებს, ხო? ჩვენი არის მხოლოდ ცოდვები. აი ეს ჩვენია, კი ბატონო. თუ სიკეთეს რომ ვაკეთებთ და ასე შემდეგ, ხო, მოწყალებას გავიღებთ, ეს ყველაფერი ღვთისგან არის და ღმერთს უნდა ვმადლობდეთ და ღმერთს უნდა შევუთხოვოთ რომ მოგვცეს ამის ძალა, რომ მართლაც ვაკეთოთ სიკეთე. ხანდახან უფალი განსასწრებს გამოგიგზავნოს, კი ბატონო, იქ იაკობს უწერია რომ განსასწრელი არ, მაგრამ აუცილებელია ხანდახან მცირე იქნება, დიდი იქნება, ეს იქნება იმის სახით, გაჭირვების სახით თუ რა ვიცი, უბედურება ჯვარეწერია ყველას, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ გვძინავს ყველას. სულიერად გვძინავს მეგობრებო ჩვენ ყველას და გამოფხიზლება არის საჭირო. და ხან ადამიანს გონია რომ ის მართალი ის სწორად იქცევა, სწორი გზით მიდის, მაგრამ ის ცდება, ჩვენ ხშირად ვცდებით, იმიტომ რომ ჩვენ თავზე ვამყარებთ იმედებს. და როდესაც და რამდენჯერაც ჩვენ თავზე, ესე იგი, იმეს დავამყარებთ, იმდენჯერ ჩვენ დავეცემით. ანუ მადლიერება, მეგობრებო, მადლიერება არის საჭირო და ლოცვა და აღსარება, რა თქმა უნდა, ბოლოს
აი ესე თქვა პატარა დასკვნასავით, რომ ანუ არ დანებდეთ, გესმით, ჩვენს ყველანი სულიერ ომში ვართ, არ დანებდეთ, განაგრძეთ ახსარება, ესე ხო ეხლა ესე კი არა, რომ ესე იგი თუ მე შემიძლია ასე გავაკეთო, ესე იგი მასში წავა ესე იგი ჩავიდე ცოდვა, წავალ ახსარებაზე, ცოდვა ჩავიდე, წავალ ახსარებაზე და ეს არა, რა თქმა უნდა, ეს ყოვლად დაუშვებელია და მეტიც. უარესი დაგემართება და უარეს ცოდვაში და უარეს წუპეში ჩავარდები. არა. მაგრამ ჩვენ მზურები ვართ, ადამიანები სუსტები ვართ ჩვენ, ხო ჩვენ აი უფალის ბრძანებს ახარებაში, ხო რომ არაფრის კეთება არ შეგიძლია ჩემს გარეშეო და ამიტომ შევთხოვოთ უფალს. მას შევთხოვოთ, ვთხოვოთ ყოველდღიურ ლოცვებში, რომ აი არ შემიძლია მე ასეთი ვარ და შემცვალე უფალო, მომეცი ძალა, მომეცი რწმენა, გესმით? შეეწიე ჩემ უწმუნოებას, ხო? ანუ იმის თქმა მინდა რომ არ არის რა თქმა უნდა ეს ადვილი და იოლი ხო საერთოდ ქრისტიანობა ჯერ რა არის ეს სხვა თემა არის და უფრო ესე ვთქვათ დიდი თემაა მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ უნდა გქონდეს იმედი სასოება ხო უფლის მიმართ და მას უნდა ვთხოვოთ ანუ მას უნდა ვთხოვოთ ყველაფერი დაველაპარაკეთ აი შეგიძლიათ ლოცვის შემდეგ ხო აი საღამოს ლოცვის შემდეგ ერთი 5 წუთი ანუ 4-3 წუთი მაინც დაელაპარაკეთ თქვენი სიტყვებით ლოცვის შემდეგ ხო დაელაპარაკეთ მაინც ისმეს ის გისმეს თუ გისმეს და ის არის თუ არის ხო და ამიტომ ხშირად ესაუბრეთ უფალს და ხატის წინ გდებავთ ხატების გარეშე შეიძლება რომ ესაუბროთ ხმენდი ხა ამ ყოფია და ამიტომ მეგობრებო ნამდვილად აქვს აზრი და მეტიც აუცილებლად დაეცით ადეკით 100-ჯერ დაეცით 100-ჯერ ადეკით 10,000-ჯერ დაეცით 10,000-ჯერ მილიონჯერ დაეცით მილიონჯერ ადეკით ჩვენ ყველანი ვიმყოფებით სულიერ ომში ხან დავიჭრებით ხან დავეცემით მაგრამ და წამოვდგეთ და ყოველთვის კონდეს უფლის ღმერთის იმედი და არასდროს არ დავკაროთ წმენა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაგაძლიეროთ ღმერთმა თქვენს მეც და ყველა. მეტი სიყვარული, მეტი თავდაბლობა მეგობრებო და ყველაფერი კარგად იქნება.